ჩვენი მხარდამჭერები არიან სოკარი და სელფი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო, იმიტომ ეს არხთან დაეხმარება და გამომწერები მნიშვნელოვანია, ჩვენო სტუმარმა გეიცის, მიშა ცინცაძე, ცინკვესები. გამარჯობა. და გილოცავ 100,000 გამომწერს, ძალიან მაგარი შედეგია. დიდი მადლობა. ყოჩახ. მაგარია, ნამდვილად იმსახურებ. მართლა ესეთი ყველასგან გამორჩეული არხი არის რა, მსგავს თემატიკაზე არც არსებობს. მე ხო ახლოსაც არავინ არ არის ხო თემატიკაში. კი ბატონო. როგორ მიდის საქმეები? მაგრა, ძალიან კარგად. ჩაწერები მიდის ისევ? ჩაწერები თუ ზაფხულის ხარ ჩაგიწერია წინასწარ. აი ეგ ორომ ტრიალი გვაქვს ახლა, რომ ზაფხულში შეუძლოდ ერთი თვე დასვენება გამბავია და აი მაგას ვაკეთებთ. გადაღებები მორჩენილია, მონტაჟებიც მორჩენილია და ნევნელა უკვე გამზადებული მაქვს თაროზე დევს და თავის დროზე დავდებ რაღაცებს. ძალიან კაი. სხვადასხვა ჩვენ YouTube-ის იმაში ანალიტიკში ასაც აჩვენებს, ჩემი მაყურებლების ძალიან დიდი ნაწილი უყურებს შენ არხს რა, იქ არხები ჩამონათვალი არის ხოლმე და გადაკვეთა დიდი გვაქვს რა და მივესალმები შენს მაყურებლებს. მადლობას მოუხდი და ჩემ გამომწერებს ვეთქვი რომ აუცილებლად ჯაფარას პოდკასტი გამოიწერა. ძალიან დიდი მადლობა. როცა უყურებ ხოლმე ცინკვესებს, ეხლა ბოლოს უყურე გრიგოლია რო ყავდა, ძალიან ხალისე და ნუ ჯერ მოდი ვერც პროექტს შევეხოთ, თავი სირთულე რა არის პროექტის კეთების რა, შინარს თავი დავანებოთ. თავი სირთულე პროექტის არის სცენარი. ჩემი აზრით YouTube-ზე ხა ამდენად სცენარზე დამოკიდებული პროექტი მეორე არ არსებობს რა, სადღაც 80% სცენარზეა დამოკიდებული, ამიტომ სცენარი უნდა იყოს კარგი, ფიქრია. მთელი ეს პოდკასტი არის ნაფიქრი. ხო. და ეს ეთყობა რა. ხო. ეგ არის თავი სცენარის ამბავი არის თავი ახლა ამ წელს. სულ მაინტერესებს სტუმრებისთვისაც შენ იგონებ და თუ არის ზოგი თვითონ წეს ზოგი შენ გიწევს. ნახე გეტყვი ახლა მაგას. იმიტომ ყველას ეგ ნიჭი არ იქნება, ძალიან გამორჩეული ნიჭი არის ეგ. კი, ამ ხნის მანძილზე რაღაცა სისტემა ჩამოყალიბდა რა, რამოდენიმე მიდგომის სისტემა ჩამოყალიბდა. არიან სტუმრები, რომელთაც არც ვეკითხებით და არც მე ვიცი მისი ცინკვესები და არც თვითონ ჩემი მაგალითად დინამოს ექიმის შემთხვევაში. რამოდენიმე არ კიდე სიკო, ბექა მახაჭაძე, არიან ადამიანები, რომელსაც ვენდობი რა, ვეთყვი რომ მოდი შენ დაწერილ. გიგატაბიძე, თემუკა პატარიძე ასე შემდეგ. არიან სტუმრები, რომლებიც კარგად მღერიან, მაგრამ შეიძლება სცენარულად ვერ გაკაჩონ, მომღერლების ამბავი ძირითადად არის შემთხვევა, რომ ჩვენი სცენარისტები წერენ და მეც მაინც ვცდილობ, რომ მეც არ ვიცოდე სცენარი, თუმცა ნათემ ყოველთვის იცის, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ ამე ისეთი არ გაგვეპაროს სცენარში, რაც დაგვაზარალებს მაგალითად კომენტარებში რა, არის იქ თემები. ხო. რელიგია არის, არ ვიხებით საერთოდ ესეთ თემებს, როგორებიც არის ქართველი მეფეები, საქართველოს ისტორია, ესეთ რაღაცეები, ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. და ძალიან ფრთხილად ვეხებით ხოლმე კუთხეებს. აი კუთხეების ერთის მხრივ არის, რომ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეგრევე ვარდება ხოლმე შორტად, მაგრამ მეორეს მხრივ არის, რომ ფრთხილად უნდა შეეხო, იმიტომ რომ მაგ ამბავსაც მტკივნეულად განიცდიან და ყველა კუთხეს მინდა უთხრა, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან დიდი სიყვარულით ვაკეთებ ხოლმე თუ ვაკეთებ რომელიმე კუთხეზე. ხო, შენი აზრით არის თქვათ თუ სასაცილო არის და გულწრფელად დაწერილია და მართლა სასაცილო არის, რაღაცა არსებობს, რაზეც არ უნდა იხუმრო. აი მარტო იმიტომ არა რომ დიდი რეაქცია მოყვება. პლატფორმას გააჩნია. პირად ურთიერთობებში თუ ადამიანთან შეხუმრებული ხარ ბოლომდე, ნებისმიერ რამეზე შეგიძლია ეხუმრო. ეს აღქმას და შემდეგ უკვე ფიდბექს უგულისხმობ რა. ფიდბექ ნუ იმ ადამიანისგან ადეკვატური გექნება. არის პლატფორმები, რომელზეც რაღაცა არ უნდა თქვა, იმიტომ რომ ისევ შენ დაგაზიანებს თორე გარდა იმიტომ რაღაცა შენ არ დაზიანდე და შენი კონტენტი არ დაზიანდეს. ეგ კი არა, ჩვენ სამ სხვადასხვა პლატფორმაზე ვდებთ ხოლმე შორტებს და უკვე ვიცით რომელ პლატფორმაზე რომელი შორტი უნდა დავდოთ და რომელი არ დავდოთ. რითი გამოირჩევა? ნუ Facebook-ი, TikTok-ი, Facebook, Instagram-ი ალბათ ერთად. Instagram-ი, ხო. მაგრამ Instagram-ზე სხვანაირად ვდებთ, ალბათ Facebook-ზე ვარ ყველაზე ფრთხილები, იმიტომ რომ ყველაზე დიდი
აგრესია შეიძლება Facebook-ზე წამოვიდეს. სხვა დარჩენ და ხანდახან TikTok-ზე არის ხოლმე, რომ აი 1000-ში ერთხელ შეიძლება რაღაცა აგრესია წამოიღოს თორე ისე. და ეგ რეალურად ხელი შემშლელია მაგაზე როცა იცი რომ ესეთი რეაქცია შეიძლება მოყვეს თუ ადვილად შეგიძლია გვერდი აუარო რა შეიძლება რაღაც მოგაფიქრდეს ეგეთ თემატიკაზე ისეთი რომ დაგენანოს რა რომ არ გაუშვა და გადააგდო მაგრამ ვბედავთ ხოლმე რაღაცებს კი რა თქმა უნდა არის ხელი შემშლელი ეგ თუ ამბობ რომ გაქვს თავისუფალი იუმორი არხზე ბოლომდე თავისუფალი იუმორი უნდა გქონდეს მაგრამ ვერ იქნება ეგ მაინც ვერ იქნება იმიტომ რომ შენ დამოკიდებული ხარ ფიდბექზე კომენტარების შენ დამოკიდებული მე ამ ყველაფერს უყურებენ შენი სპონსორები ხო ხდები და ეგ ამბავი არის ხო ცოტა ოდნავ შეიძლება კიდე ოდნავ გახსნილად ნორმის ფარგლებში მოთხოვნილება არის ხოლმე შინაგანი. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ისეთ თემებზე ვღადაობთ ხოლმე ჩვენთან კონკრეტულად, რომ სხვა პლატფორმაზე შეიძლება ამაზე ასე თავად ვერ იხუმრონ რა. კი, ყველაზე თემა რომელი არის, ესეთი რომ ეს ყველაზე მეტად ეხება ხალხს და უფრო აი კუთხეები არის რომ აი თუ კუთხეებზე ხუმრობ და თუ აქებ აი მაგალითად კახელი ბრძენი მაროგო გინდა შენ აი ძალიან გაუსწორდათ და ძალიან კახეთში განსაკუთრებით რა ხო აი კუთხეებზე მიდის კიდე ჩვენ შიდა ამბავში ვაგორებთ ხოლმე ისეთ პონსაიმის რა ქვია ტაილანდის თემატიკას ვაგორებთ ხოლმე შიდა ხუმრობები გვაქვს არის ეგეთიც. ხო, ძირითადად აი კუთხეები ევასებად ძალიან. ხო, ყოველთვის მეც სცენარისტი ვიყავი წლების ანუ ბევრი წელი რა, ჯერ რაც სერიალებზე მე TV11-ის დროს რაც ბევრი პროექტისთვის ვიწერია რა ხუმრობები. კლავ 11-ის რო ქონდა სკეჩების შოუ. მე ყოველთვის მიჭირდა მუსიკალური ხუმრობის დაწერა რა. ანუ თუ რაღაცა ვიჯექით და უნდა გავაკეთებინა მუსიკალური სკეჩი, უბრალოდ ხუმრობას ვიგონებდი და მე რომელიღაცას ვეუბნებოდი რომ იქნება გარითმო ეს რა, იმიტომ რომ რაღაცას კიდეც განსხვავებული ნიჭი უნდა რომელიც ვერაფრით ვერ დავამოღამე რა წლების განმავლობაში რომ და იყვნენ ჩვენთან ადამიანები რომელიც პირდაპირ სიმღერებად ფიქრობდნენ აი ეს სტროფს დაწერდნენ პირდაპირ რა ეგ განხრა ფიქრის ეგ განხრა არსებობს რაღაცა ტვინის რაღაცა ნაწილია რომელიც არის პასუხისმგებელი და უნდა გემუშავებდეს ეგ ამბავი მე კიდე იმანდა ის დამეხმარა ამ ამბავში კონკრეტულად მუსიკალური იუმორში რომ ბავშვობიდან პოეზია მიყვარს ძალიან ბევრი ლექსი ვიცი, ძალიან ბევრი პოეტს ახლოდან ფურცელზე გულისხმობ, ახლოდან ვიცნობ, ამიტომ როდესაც მქონდა რაღაცა გადასაკეთებელი, უკვე პროსტა უბრალოდ გადაკეთებული კი არისო, რაღაცა დრამატურგია, ლექსის დრამატურგია ვიცოდი როგორ ჩამედო და რაღაცა ეგეც მქონდა გადაკეთებული. ეგეც არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა ღირებულება იყოს ლექსისაც გადაკეთებულში და რაღაცა გაურთმო ქარი და ქნარი რა. ხო. მე განსაკუთრებით რებზე მეცნიერება ხომ მეცნიერ რომელიც რაც უფრო ახლოს არის ორიგინალთან რა. ხო. აი ბოლოს ქონდა ის ქმარი ქმრის რო მისამღერებელი ხო აი ძალიან გამეცინა მაგაზე რა. გეი ზიგმუნდის ქორწილი რო იყო და ბოლოს. კი. გეი ზიგმუნდი გეგმავს დეტალებს თავისი ქორწილის. ფრაკი ბეჭედი ხალხის მზად არის. კვირას გახდება ის ქმარი ქმრის. მარიკრი ეგ არის ყველასაც ეგ გამოდის ხოლმე თუ არა აქვს მაგას მნიშვნელობა ცალკე რამოდენიმე ხოდია ცალკე ეგ ხოდი არის ძალიან კაი ხოდი რომ აი ძალიან მიმსგავსებული ორიგინალ სიტყვაზე არის კიდე იმენა ორიგინალი სიტყვა რო არის დატოვებული და სხვა მნიშვნელობას რო იძენს საბოლოო ჯამში კი რა არის რამოდენიმე ამბავი არის აი ქმარი ქმრის ეგეთი ხოდი უფრო გეხმარება მოკლე სინკვესის ხო მოფიქრებაში იმიტომ რომ დიდი ისტორია არ ჭირდება მუღამი და სასაცილოობა ეგ არის რომ მიმსგავსებული სიტყვაა რა პირველი რომელი იყო რომ მამაც ესეთი გაისროლა ესე არ მახსოვს მე რომ ჩემი მაშ უკვე დიდი ხანია ხარ რა ჩემ YouTube-ზე და იყო რამე ისეთი გამორჩეული რომ სინკვესი პირველი სინკვესი რომელმაც გაისროლა იყო კი იმაში ვიმღერეთ საახალწლო კონცერტზე ვიმღერე რა პრეზერვატივი გამოდგა ნაკლებად ხარისხიანი ასე შემთხვევით შეიქმნა ადამიანი ეს იყო პირველი რომელმაც ესეთი ხპოვა და მე მაშინ უკვე ქონდა ეგ იდეა რომ ესენი გაეკეთებინა
მაშინ ცინკვესები უკვე დაწყებული იყო, კი, უკვე იყო დაწყებული. ჩვენ ეგ დავიწყეთ, აი მეორე დრო შეიქმნა უკვე კლაბ შოუ. თემუკას მიყავდა პატარიძეს, მან უცადეთ პირველად ეს ფორმატი, მან უცადე და ერქვა მიკროტალღური სიმღერები, რახან პატარები იყო, მერე უკვე დაერქვა ცინკვესები. უცენზურო სიტყვებიც ხშირად არის ხოლმე რა, მაგრამ არ არის ხოლმე მაგის ანუ ის რომ იდეაში ადვილი ხოდი არის ეგ რომ უცენზუროთი გააცინო, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე რომ შინაარსიანად არის, ანუ უხდება იქ რა, მაგასაც კარგი ზღვარის დაჭერა უნდა რა, რომ კი, უბრალოდ არ გამოიყენო რაღაცა იაფასიანი ის არ იყოს რა, გზა. ხო, ესეთი იგროქტიპზე რა? ხო. 20,000 მოვიგებდი რაც ბილეთი ავაგე, მაგრამ ბოლო ლარიც წავაგე. კუთხურების მეტი მედო ორს ვამბობდი მესიზე, მაგრამ შემომიჩნდა ხლესიძე. მეტი თქვი აჰა იბიომატ მეტი თქვი. განსაკუთრებით როცა უცენზუროსკენ მიდიხარ, ჩემი აზრით უცენზურო ცინკვესში ბევრად უფრო მეტი იუმორი უნდა იყოს. ხუმრობა, შუტკა, უფრო დიდი მეტი რომ გაამართლო ეს უცენზურო. ხო, რა თქმა უნდა, რომ მხოლოდ ამ უცენზურო სიტყვის ხარჯზე არ იყოს ეგ ამბავი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ და მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, რომ ეგ დაცული იყოს ეგ ზღვარი. ჯერ ზოგადად ბალანსი უცენზურო და ცენზურიან ცინკვესებს შორის ერთ ეპიზოდში დაცული იყოს ბალანსი და მე თვითონ უცენზურო ცინკვესშიც უბრალოდ უზდელური სიტყვის ხარჯზე არ იყოს ცინკვესი რა. ხო. რაღაცა მეთოდი გააქვს აი მაგ ხუმრობის მოფიქრების ან შემუშავების თუ უკვე ისე გაქვს ტვინი თქო და გაწაფული ამ იმაზე თავისით მოდის თუ თქო რაღაც აი როგორ გაასიმღერო რაღაც ასოციალურ მომენტი აი რამოდენიმე მეთოდი ჩვენ მე ეგ ამბავი მაგ ამბავში გავიწაფე წლების მანძილზე ჯერ დავიწყე იქიდან რომ კომედიში სოლო ხუთეულს ვაკეთებდით თუ გახსოვს გადაკეთებული კლიპების შეიძლება ნახე ვაქ ეს კი გექნება უეჭველი სოლო ხუთი კლიპი იყო გადაკეთებული სიმღერაზე ერთ გადაცემაში რომ კლიპების პაროდიებს ვაკეთებდი მაგრამ აი მაგ სოლო ხუთეულის ხარჯზე სოლო ხუთეულში მაგს დაახლოებით 150 კლიპი გადაკეთებული და ეს 150 კლიპი ნიშნავს რომ 150 სიმღერა მაგს გადაკეთებული ვმუშაობდით მე და სამნი ვიყავით მე, გოგოხა იყო, ვინც გვიღებდა და გვიმონტაჟებდა და ოთო იყო, ვისთან ერთად სცენარზე მუშაობდა. ამიტომ ოთოსგანაც ბევრი რამე ვისწავლე, იმიტომ რომ ოთო უკვე გამოცდილი ადამიანი იყო, მით უმეტეს მუსიკალურებში და აქედან გამომდინარე უკვე დამეხვეწა ისე რომ ეხლაც იმდენი ხერხი და იმდენი არსებობს, რომ დაიწეროს, რომ უკვე მარტივია ჩემთვის ეგ ამბავი. მაგრამ მაინც ვცდილობ რომ რაღაცა ჩემი ხელოვნური სირთულეები შევიქმნა და რაღაცა ახლებურები, აი ცინკვესი ანეკდოტი, რაღაცებს ახალ რაღაცებს ვფიქრობ, რომ როგორც კი ჩემი გამოცდილებიდანვე ვიცი, რომ როგორც კი რაღაცა მიადვილდება, უკვე ვიწყებთ კეპნას. ამიტომ ყოველთვის რაღაცა სირთულეს ვეძებ, რომ სიახლეც დავიჭირო რა ამ ამბებში. მე ჩემთვის რო გეკითხა, თქო, შე როცა იწყებდი, მაშინ რო გეკითხო, მეგონებოდა რომ მალე ამოიწურებოდა რა. მეც ეგრე მე. ჩემი გადმოსახედიდან ესე იყო რა, მაგრამ ეგეთი პირია რო ჩანს ჯერ. ხო, არა, იმიტომ რომ მუშაობ ამ კეთების პროცესშივე ვისწავლეთ, როგორ უნდა ვაკეთოთ ისე ეს ამბავი, რომ გრძელვადიანი გამოვიდეს. სტუმართან მუშაობა დავხვეწე, ვისწავლე, აი ზუსტად ვიცი ვის როგორ მოვერგო, ვის როგორ ვემუშაო, ვის როგორ ვარეპეტიციო, ვის რანაირი არ გაუსწორდება, ვის რანაირი გაუსწორდება, ვისთან რა ვიმღერო, ეს ყველაფერი ისე დაიხვეწა უკვე, რომ უკვე პროცესშივე ვისწავლე გრძელვადიანად ამ ამბის კეთება რა. ხო, ანუ რაღაცა ამოწურვადი რესურსი არ არის ეგ, ხო? ანუ შეგიძლია რომ სანამ შენ არ დაგეზარება და სანამ მე არ დამეზარება, ესე ეხლა როგორიც ეხლა გამოდის ასე შეიძლება რომ აკეთო რა. არც ის არ არის სიმღერები ამოიწუროს, რომელსაც გადააკეთებ და რაღაც ეგეთი მსგავსი არაფერი. არა. სიმღერები ჯერჯერობით არის და ჯერ კიდე
ხელუხლებელია იმ ხელა ბაზა იმ უცხოურების იშვიათად ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ მაქვს 1, 2, 3 მაქვს ხოლმე რა ერთ ეპიზოდში უცხოურები. ახლებიც იწერება რაღაცები. არის რაღაცები, რაც იმ მომენტში ვარდება, მაგალითად. გაიღი მე ცხოვრება მიდის, წამოგვეწია ეგეთ სიმღერები. ხო. გადასაკეთებლად. ხო, გზადაგზა იმაში ემატება. ეხა ამ ცინკვესების გარდა ამის აკეთებ რაღაც ის როგორ მუსიკალური პროექტი? მაიკერო. ხო. მაიკეროსაც ვაკეთებ. ცინკვესების გარდა რამოდენიმე პროექტს ვაკეთებ. ნუ ერთი არის ჟოზე, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებ, ერთი 10-12 წელია უკვე, რაც დაიწყო ჟოზე, პირველივე სიმღერიდან, პირველი იყო ჩემი სიმღერა ჟოზესი და იქედან მოყოლებული დღემდე ეხლაც გვაქვს უკვე ჟოზეზე მუშაობ რაღაცა სიმღერებზე კიდე. გარდა ამისა, მაიკეროს ვაკეთებთ მე და გიგა, ეს retro lo-fi სტილის სიმღერები და სხვათა შორის ეხლა ჩავწერეთ EP გვინდა გავაკეთოთ სხვადასხვა მომღერლებთან ერთად. ეხლა იყო ანა უზნაძესთან ერთად გავაკეთეთ დუეტი. ეხლა მზადა გვაქვს, ხო, მზადა გვაქვს უკვე ნოდარი კოხუციშვილთან მეორე დუეტი. ცოტა ხანში უნდა დაიდოს, ვცდილობთ რომ აგვისტოს უკვე შეხვდეს. აგვისტოს ნახოს, მზის სინათლე ნახოს, აგვისტოს მზის სინათლე ამ სიმღერამ და ნელ-ნელა ვფიქრობთ, რომ აი სხვადასხვა მუსიკოსებთან, სხვადასხვა არტისტებთან უფრო ბევრს გავცვლით რაღაცებს მე და გიგა გამოცდილებას. გარდა ამისა კიდე Spotify-ზეც შევედი ჩემი ტრეკებით, 3 ტრეკი მიდევს Spotify-ზე. პირველი არის იმპერატრიცა. ჩემი არხი მილიონიანი არხი გახდა იმპერატრიცას ხარჯი. იმპერატრიცას აქვს 1,100,000 უკვე. იმპერატრიცასთი შევედი და ეხლა ახალი ბრუსლის კინო დავდე კიდე, ახალი ტრეკი. ვიცი. ხო. ბრუსლის კინოც დაახლოებით ჟანრობრივად იგივე ამბავია, მაგრამ ტექსტუალურად ძალიან ისეთია. შენსაც რო იპოვი რა, მით უმეტეს ჩვენი ასაკის ადამიანები, ვინცაც ბრუსლი ევასებოდა და ის ბავშვობა. ხო, აი მოусმინე, გაგისწორდება და. ვაუ, ძალიან კაი. Spotify-ზე ერთხელ დამჭირდა კაცების სიმღერის დადება, სახალხო სიმღერა რო გვაქვს და ნუ რაღაც ორი თვე დამჭირდა რა. ძალიან რთული, კიდე ეგეთი გართულებული არის. რაღაცა საიტი იყო, სადაც ავტვირთე და ის დავაკავშირე და იქ უნდა გაივლო რაღაცა პროცესი, რაღაც კოპირაითი ნახათ და რაღაც ყურა და იქ მერე გამოქვეყნებული იყო და ნუ აი რაღაც მინდოდა რომ 5 იანვარს ყოფილიყო და ხო, არ რაღაცა ნოემბერში და გადაცდა მოგოს მეგონი თებერვალში ძლივს გამოქვეყნდა. როდის გააკეთე ეგ ამბავი? ერთი 5 წლის წინ ალბათ, არ ვიცი ეგ ხო, არა, ეხლა მაგდენი დრო არ ჭირდება. მე ეხლა რო ავტვირთე, მალევე აიტვირთა. ეგრევე ქვეყნდება, ხო? ეგრევე ქვეყნდება, ხო. რა პოდკასტი ადვილია. ხო, გახსოვს. აღარ მახსოვს, რაღაცები ვარჩიე, ძალიან ბევრი იყო და სამ გავერკვე მაგას. ხო, მე DistroKid-ზე მაქვს ამბავი და DistroKid-დან უკვე ანაწილებს სხვადასხვა პლატფორმაზე რა. ხო, მონეტიზაცია ჯერ არ არის, ხო, ჩართული საქართველოზე, პოდკასტებზე მიწერს რომ რეგიონში. მონეტიზაცია ჩართული. Spotify-ზე. Spotify-ზე, კი. ნუ ესე იგი პოდკასტების მიმართულებით არ არის ჯერ რა. პოდკასტებს ვსდებ ხოლმე და. არ ვიცი. ცინკვესებიც არის Spotify-ზე. არა, ცინკვესები არის ჩემი საავტორო სიმღერები მაქვს. ჯერჯერობით დადებული. ცინკვესების კეთების დროს მთლიანი მასალა ხდება თუ არის რაღაცა დიდი ნაწილი რომელიც მე აღარ ხდება? ხო, არა, რაღაც თქვა რაღაცა სიმღერები მარ გამართლა და მოაგდო და ეგეთი რაღაცებიც. ხო, რა თქმა უნდა. კი, არის. ეგ ცალკე გამოცდილებაა კიდე მაგის. ჩემი ნოუთები რომ ნახო, რამდენი ნოუთი მაქვს. შეიძლება გაგიშტე, ამ ნოუთში ვმუშაობ უკვე როგორც Word-ში ვმუშაობ, ტელეფონით ვაკეთებ. ამბებს და აი სცენარული ამბავი, აი ეს გადანაწილება, სიძლიერის მიხედვით დაალაგება, სხვადასხვა რამოდენიმე ვარიანტია, შეიძლება დაიწყო 10 ხო გაქვს მაგალითად ცინკვესი. ძლიერით დაიწყო, შუაში კიდე ძლიერი და ბოლო 2 კიდე ძლიერი. აი დაახლოებით 4 მინიმუმ 4 ძლიერი ცინკვესი უნდა გქონდეს ერთ გადაცემაში. არის რომ ბოლოსკენ უფრო სიძლიერის მიხედვით თავიდან ლაითები დაიწყებს და უკვე ბოლოში ეგეთებიც არის ხასიათის მიხედვით რა. სმენა უნდა გქონდეს მას სტუმარს, აუცილებელია? რა თქმა უნდა. რაღაც მინიმალური სმენა უნდა გქონდეს რა.
ძალიან სტუმრებში არ მოიწურე. არა, სხვადასხვა მეგონა რომ აი სტუმრები თავიდან მეგონა რომ აი თავიდან რომ მყავდა ორივე მყავდა გიტარიანი სტუმრი, სამივე მყავდა გიტარიანი სტუმრი და მეთქი რამდენმა ნახო ადამიანი ისეთი გიტარას რომ უკრავდეს. ხო. და თან მღეროდეს, მაგრამ მე უკვე მოვიფიქრე ისე რომ მე ვუკრავ მის სიმღერებს და თვითონ მღერის. მე კიდე მოვიფიქრე ისეთი რომ თუ ვინმეს არ აქვს ისეთი ვოკალური მონაცემი, სცენარულად შეგვიძლია აი რეპ მიმდინარეობას მივაწვეთ უფრო, რომ მე რაღაცა რიტმი მივცადე და იმან გარეკოს აი ისა თევდორესთან მქონდა ბოლოს ეგეთი გამოცდილება, რომ ხო და აი ამ აი კეთების მომენტში გზადაგზავს სწავლობთ მაგ ამბებს რა. უარს ბევრი გეუბნება? არა, სხვადასხვა. არა, რამოდენიმე მითხრა უარი რა და ძალიან ესე. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა არის რაღაცა ის იქეთაც რომ მიდიხარ, მე უკვე სასტავი იქედან ჯერჯერობით არ მოდის. მაგრამ გავალ იმ სასტავից. ნელა უეჭველი გავალ. რამდენი ხანი არის დაიწყე? 2023 არ იყო ნათი. 2023-ში. ხო, კაი შედეგი არის, 2 წელი, 2 წელი და ნახევარი. კი. 2 წელი. კაი ხო შედეგი არის. კაი, მოდი შესვენება გავაკეთოთ, სოკარის შეკითხვა გვაქვს სპონსორის. ესეც შეკითხვა გვაქვს როგორ ისვენებთ და როგორ ივსები ენერგიით რა არის შენთვის დასვენების თავარი? ჩემთვის არ ვიცი, ალბათ შეიძლება უკვე ცოტა ასაკი რომ მომემატა მე ჩავმიყალიბდა ეს გემოვნება ზოგადად დასვენების სიმწვანე. აი სიმწვანე უნდა იყოს. სიმწვანეში ძალიან მიყვარს დასვენება რა. ჰაერი და სიმწვანე. ბალახ-ბოლახი ტყე. აი ეს ბოლო რამოდენიმე წელია უკვე მაკეთა ვარ გადასული, რომ მთა ბევრად მირჩევნია, ვიდრე ზღვა და ეს მზე და ამბები. რამდენი ხანია ეს დაგეწყო ეგ? 2-3 წელია. დაახლოებით რა. და ძალიან მისწორდება თან, აი ძალიან, აი მიწას. ეს ეგრევე ხო, ანუ სიმშვიდე და სიწყნარისკენ წამოვედი მეცე ადრე. ხო, და ბუნებაც უფრო ტყეში, აი კაი ისეთი. კი. ტყე ძალიან. ჯერ თვალს მიმშვიდებს ძალიან სიმწვანე ისე და ასე და მე მეორე სუნი, ჰაერი, ყველაფერი. ხმები, ამბიენსი, ქაური. ხო. კაი, შენ ბოლოს იყავი ახალი შაბათი შოუ ერქვა, თუ როგორ ერქვა, სადაც იყავი? ახალი შოუ პროდაქშენი ერქვა მაგა. ხო. მაგ პროდაქშენს სადაც ვიყავი ბოლოს. თვითონ ის შოუ რაც გადიოდა? ახალი შაბათი შოუ. ახალი შაბათი შოუ ერქვა. ეხა ამდენი რაღაც მანამდეც სხვა იმებში იყავი, ხო? სადამ გაიყოფოდა, ხო მანამდეც იყავი. ბეორნერ იმაში მიგიღია ფორმაში მონაწილეობა კომედიის, ხო? გინდა სკეჩი, გინდა რაღაცა. ყველაზე მუღამიანი ჩვენთვის ეს არის, ეხლა საკეთებ დღეს? ყველაზე მაგრამის კეთება გზიამოვნებდა. კი. სკეჩიც მისწორდებოდა ძალიან, ნუ განსაკუთრებით ბოლოსკენ უკვე რომ მოვირგეთ ბოლომდე და სკეჩის ძალიან ასწორებდა, მაგრამ ეს არის ნუ ორმაგი სიამოვნებაა ჩვენთვის, ერთი არის რომ მუსიკა დაკვრა სიმღერა და მეორე იუმორი რა. ხო, ეს უფრო არის შენი იუმორი, ესე ვფიქრობ, ანუ რატო ამოფიცი რომ გაცილებით ახლოს არის ეს ჩემთანაც შენ აკეთებ ეს ახლა ცინკვესები, მე ბევრად მეცინება რა და ის სკეჩები არ იყო ეგეთი რა, ანუ თავიდან გამიკვირდა, ნუ ხო არის რაღაცა იუმორისტი მოგწონს, რაღაცა ანუ შენთან არ არის რა და შენ ეს რო ნახე უცებ რა, ანუ იქიდან გამოსმოდი, მაგრამ ვაფშე სხვანაირი იუმორი გააკეთე, ანუ შეიძლება შენი გამოსახედან ესე არ ჩანს, მაგრამ მე ესე დავინახე რა, იყო ესეთი მოულოდნელი ამბავი იყო რა. იქ თლიანად შენი იუმორი იყო თუ რაღაც გიწევდა გათვალისწინება სცენარისტების. შეიძლება აი ბოლომდე აი ფორმა დრო აღარ მეყო იმისთვის რომ ფორმა მომერგო ბოლომდე. ან დრო აღარ მეყო, ან თავისუფლება იუმორის აღარ მეყო, რომ სკეჩშიც ბოლომდე მომერგო ისე ფორმა, რომ ისე ორგანული ყოფილიყავი, რომ აი შენ მაგალითად როგორც აქ გაგისწორდა, ისე გაგსწორებოდა იქაც. თუმცა ორივეგან მომწონდა მე რა, ცინკვესების კეთებაც მომწონდა, მუსიკალური იუმორის კეთებაც მომწონდა და სკეჩის ძალიან სიამოვნებით ვღებულობდი მონაწილეობას რა.
მაგრამ ალბათ ხო იქ მაინც რაღაცა ფორმატია, რომელსაც უნდა მოერგო და ალბათ ის ფორმატი ჩემში ბოლომდე ჩემთან თან სხვაებიც არიან იმათაც ხარ დამოკიდებული რა სხვა როგორი სასაცილო იქნება შენთან ერთად ხო კრიანობაში კი ბატონო სხვა შორის მაგაზე მინდა ვთქვა რომ ძალიან გული დამწყდა რომ ზოგადად ეს მიმართულება იუმორის sketch show აღარ არის ხო ორივეგან დაიხურა და აი ძალიან დამწყდა მაგაზე გული რა და იმედი მაქვს რომ აღდგება კი სხვანაირი მუღამი აქვს sketch-ზე მუშაობას რა ხო მიმართულებაა ერთი კონკრეტული რომელიც დაიხურა და ზოგადად ცუდია ეგ თან იყო რომ რამდენიმე იყო ერთდროულად კი ეგეთი დროც იყო კი ხო თან მაგარი აზარტი აქვს მე მეც გამომიცდია ეგ რა შენი დაწერილი ხუმრობები რო არის და მე რო აკვირდები მაყურებელს რაზე გაეცინება და რაზე არა ეგეც ძალიან აზარტული ცოცხალი შოუ რო იწყება მე და პირდაპირ რო უყურებ მაგარი აზარტი აქვს მაგას აბა შენთვის რაღაცა ინსპირაცია რომელი ვინ იყო რა მე თქვა რაღაცა კომიკოსი იყო მე იუმორისტი თქვა რაღაც კომედიური ფილმები რაღაც აი ამ იუმორისტში ყოფილიყავი რა იყო ეგეთი იუმორში ინსპირატორი არ მყავდა, მაგრამ YouTube-ზე მყავდა ინსპირაცია მქონდა რა, აი ჯერ კიდევ ბათუმში ვცხოვრობდი მაშინ YouTube-ზე შეხვდა, ალბათ პირველი იყო ტიპი რა, ან ერთ-ერთი პირველი Mystery Guitar Man ესე ერქვა რა. Stop motion-ებით აკეთებდა კლიპებს. და როგორ აკეთებდა რა, ერთ სიმს აიღებდა მე მეორე სიმს მეორე ნოტს აიღებდა, მესამე ნოტს აიღებდა და შემდეგ უკვე stop motion-ებით, აი ამ ნოტებით მუსიკას აკეთებდა მუსიკას, ხო, აწყობდა მუსიკას. ეს ჩემთვის ძალიან დამაინტერესა, მაშინ ძალიან შევჯექი Mystery Guitar Man-ზე და თან ის პერიოდია, რომ ვერც იფიქრებ, რომ შეიძლება შენს გქონდეს YouTube არხი ჩვეულებრივად რა. ახალ შემოსული იყო 2009 იყო მე მგონი თუ 2008-ში შემოვიდა YouTube-ი საერთოდ მე მგონი რა. და ეგ იყო ინსპირაცია გქონდა YouTube-დან და კონკრეტულად იუმორში ესეთი კონკრეტული ერთი ტიპი ან პოლია რა. შენ ბათუმიდან ხარ წარმოშობილი? კი. ბათუმიდან ვარ. ახალ ბათუმზე რა სიტყვი? როგორ ახლანდელ ბათუმზე? აი მე გეტყვი ჩემ დამოკიდებულებას რომ მე ძალიან მიყვარდა ბათუმი და კიდე შემორჩენილი მაქვს ეს ადრე რომ ჩავდიოდი ეს ბულვარი და იქ რაღაც ბათუმში სხვა ატმოსფერო იყო რა ყოველთვის როცა დრო მექნებოდა და საშუალება ბათუმში გავმოდი რა ბოლო ჩასვლაზე ეგ შეგრძნება აღარ მქონდა რა აი ის გამოც ჩავდიოდი და მისწორდებოდა რა ნუ ჯერ ხოსაცობში ვიდექი ერთი დღე მოვუტრიალდი ვერ შევედი მე მეორე დღე ვცადე ისევ შესვლა და შევედი რაღაცა არ ვიცი შეიძლება წუთას იყო ესეთი სიტუაცია და რაღაც მაგრამ ის ძველი მუღამი ვეღარ ვიყოვება ხო არა იცი რა მე რა მეხმარება რახან იქ დაბადებული არა მაგრამ გაზრდილი ვარ ხო ნუ ერთი არის რომ გულისწყდა რა თქმა უნდა ხა პუშკინზე ვცხოვრობდი პუშკინზე გავიზარდე და ეხა რომ ჩავედი აი ჩემს ეზოში რომ დავდექი და რომ დავტრიალდი 360 გრადუსით რომ დავტრიალდი ვერ ვნახე სივრცე, სადაც 20 მეტრზე შორს გავიხედავდი. ირგვლივ არის რაღაცეები აშენებული, სულ რა, აი დედასπიზა მართლა 20 მეტრზე შორს ვერსად ვერ გავიხედე, წრეში ეზოში დავდექი და დავტრიალდი. ეგ ერთადერთი გულისწყეთა არის, მაგრამ მე ის მეხმარება და ის ქშველის რომ ადამიანები არ შეცვლილა. ის ბათუმი, ძველი ბათუმი, ჩემთვის რაც არის ადამიანებთან ურთიერთობა, ის ძველი ადამიანების ვისთანაც გავიზარდე, ვისთანაც აჭარის ტელევიზიაში ვთქვათ. მუშაობდი, ეგ ადამიანები იმ ძველ ბათუმს მინარჩუნებენ რა. თორემ ისე ძალიან შეიცვალა, ძალიან შეცვლილი. ხო. და საით მიდის რა ფორმას მიიღებს, ანუ ალბათ კიდე რაღაც უნდა თან ეს არ ჩერდება ეს პროცესი. არა, ხო, მიდის და თან მე ვფიქრობ, რომ თვითონ ქალაქს ბათუმს უფრო დაბალი შენობები მოუხდებოდა უფრო რა, არქიტექტურა, ესეთ მაღალი შენობები არ უხდება მგონი, ნუ ჩემი გემოვნებით რა. ხო, ან მინიმუმ ის დარჩენილი როგორც არის და ცოტა სხვაგან
წასულიყო ესეთი ისე რა ქვია, ხედა შენობები. ეს შორიდან ეს კი ლამაზია ფოტოში რო კი, ძალიან ლამაზია, შორიდან ხედები ძალიან ლამაზია. ეს Skyline-საც ეძახიან, მაგრამ იქ რო აი ფეხით რო გადავადგილდებოდი, ჯერ ნუ იმდენი ყველგან საცობი იყო. კი, რთული. რაღაცა აი ეს ბათუმის რაღაცა, აი ბათუმთან განსაკუთრებით ბათუმის ქუჩებში შევლი მოყდა ფეხით რა, რაც უფეხი დავდიოდი ხოლმე ჩავდიოდი. ჯაზ ფესტივალებზე ჩავდიოდი ხოლმე რა, უფრო ხშირად და. ხო, კი. მეც და დარჩენ ბათუმელებსაც ისაც ზოგადად ბათუმელს რო კითხო. აი ოქტომბრიდან ივნისამდე უყვარს ბათუმი რა, აი სანამ ეს სეზონი დაიწყება რა. საცხოვრებელი ბათუმი არის ბევრად მაგარი, ბევრად თბილი და ბევრად ქალაქია ვიდრე კურორტი. არასეზონური ხო? ხო, საცხოვრებელი ბათუმი ძალიან კარგი ბათუმია, აი სასწაული ბათუმია. ეგეთი ქალაქი მე მეორე არ მეგულება. ხო. ხო, მეც ახლა ბოლოს სექტემბერში ჩავედი. და ბევრად უკეთესი იყო დაჭარა ზოგადად და ესეც და ადრე თუ საფხურში ჩავდიოდი ხოლმე. კი ბატონო. ხო, ცინკვესებს რო დაუბრუნდეთ, ვინმე ესეთი სტუმარი არის ხო ვინც აი რაღაც საოცნებო არის და ჯერ ვერ მოიყვანე. რამდენიმე იქნება ხო ვინც ხო, რამდენიმე ერთს ვფიქრობ რომ აი ძალიან გაასწორებდა და მგონია რომ ცინკვესები არსებობის ისტორიაში უნდა იყოს ეგ ერთი ეპიზოდი აუცილებლად რამენაირად უნდა მოახერხოთ ზუმბასთან ერთად ძალიან გაასწორებდა. ოკეი. ზუმბა სასწაულის სტუმარი იქნება ცინკვესებში, მოვიკითხავ სხვათა შორის აქედან. ამერიკაში ცხოვრობს ხო? კი, ამერიკაში. კი, მე ზუმბას მუსიკას ძალიან მიყვარს. კი, ზაზას მოვიკითხავთ და უეჭველი რამენაირად მოახერხებთ მაგამას. მეორე კიდე რამოდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები გქონდა და ჯერჯერობით არ გამოდის. მერაბ სეფაშვილი იქნება ძალიან კარგი რა, აი ძალიან, იმიტომ რომ ბევრი ცინკვესი გაგვიკეთებია სიმღერაზე მერაბის თვითონ და მაგარი გამოდის. ვაიმე მარტო თეთრგეძეა იმდენი ცინკვესია თეთრგეძე და ყველა მაგრებითა. ხო და მეორეა მერაბი და კიდე რამოდენიმე ლელა გვინდა კიდე წურწუმია კარგი იქნება ეგეც. თამადასთან გვაქვს მოლაპარაკებები, აი სცენარზე ვმუშაობთ. ხო. ასე შემდეგ. ხო, უცხოელი მეგეყოლებოდა რომ იყოს შესაძლებლობა. აი მაგაზე არ მიფიქრია. უცხოელი საინტერესოა, უბრალოდ აი ეს იუმორი იმდენად ქართული იუმორია. ხო, რომ არ ვიცი რამდენად გამოვიდო და არ მიფიქრია უცხოელზე. შეიძლება საინტერესო იყოს. საყვარელი ჟანრი რა არის? ჰიპ-ჰოპი? მუსიკა? ხო. ეგეთ კონკრეტული არა მაქვს. აი ყველა ჟანრის ხასიათზე ვარ ხოლმე. ნებისმიერი ჟანრის ხასიათზე შეიძლება ვიყო რა. შეიძლება ვიყო ჯაზ ლოუ-ფაის ხასიათზე, შეიძლება ვიყო ჰიპ-ჰოპის ხასიათზე, შეიძლება ვიყო ფანოღის ხასიათზე არის ეგეთებიც. ამიტომ ყველაფრის ხასიათზე ვარ ხოლმე რა. ხო, ანუ ესეთი გამორჩეული რაღაცა, ყველა დროის ესეთი ან ბენდი ან მუსიკოსი? აუ ეხლა ხანს კი გამომასმენა და ძალიან გამისწორდა და ხშირად უსმენ ქართველს სხვათა შორის. მუშვანი არის ესეთი არტისტი კი. აი ჰიპ-ჰოპია. მუშვანი. ძალიან მომწონს. კარგი. რა გამიგე. ისე მინდა ლეგენდებიდან? ლეგენდებიდან? რავი, ალბათ მაინც ანუ პირველი შეხება ვისთანაც მქონდა რომ და პირველი ვინც ვიგრძენი რომ აი ბენდია და ეგეთი იყო Queen რა. ნო. ხო, მეც სხვადასხვა როკის მოსმენა Queen-ით დავიწყე რა. ხო, Queen არის რომ აი ალბათ პირველ ნაბიჯებს პირველად არ გაქმევინებს ჩვენს ასაკში რა, ჩვენს პერიოდში. ხო, ნუ Beatles იყო და Queen-ი რაც Beatles უფრო ჩვენი ცოტა ჩვენი მამების Queen-ი იყო Beatles. ხო, მაგრამ ნუ მამების კოლექცია პლასტინკებიდან რა თქმა უნდა. მოსმენილი. ნუ მე Queen-ი იყო და მე Led Zeppelin-ი იყო მოაჩინე და ნუ ხო, მაგრამ Queen-ით ვისწავლე მოსმენა გარჩევა იმისი რაღაც ინსტრუმენტები რო უკრავს და ეს გიტარისტი რა შვება და ის დრამერი რა შვება. მაგის გარჩევა. ამ მაიკერუმდე გიცდია სერიოზული მუსიკის კეთება? მაიკერუმდე
არა, პრინციპში მაიკერო იყო პირველი და მე გავაკეთეთ უკვე იმპერატრიცა უკვე ჩემი მე წამოვიდა. მაიკერო პირველი იყო მე მგონი. თუ არ ვწდები. ჰა? ხო, ნუ ამ სერიოზულ მუსიკაში რაც შევდგით ფეხი. ხო, ლაივებს ხო არ აპირებ იმის რა ქვია, კონცერტ, სინკვესების კონცერტის გაკეთება. აი მაგას ვამზადებთ მაგამ საფხულისთვის უეჭველი ვაპირებთ. კი, ლაივ კონცერტები გვინდა, ლაივ საღამოები გვინდა, ბარებში. ნუ რაღაც დოზით ლაივი არის ხალხი ესწრება მაინც. ხო, რა თქმა უნდა. ბარებში 100 სინკვესი გვინდა დავარქვათ ლაივს, სადაც 100 საუკეთესო სინკვესი რაც კი მიმღერია ლაივში გიტარით ხალხთან ურთიერთობით მთელი ამბებით ჩავატარებ და ალბათ 1:25 ანუ სცენაზე ვინმესთან ერთად? იცი რა გიგი მითხრა რომ თუ რამე აი ამ ლაივებში დაგჭირდე რომ აი დუეტები ან ჩვენ რაც გვიმღერია მე შენთანა ვარ ამიტომ ვფიქრობ მაგ ამბებზეც შეიძლება ვიღაც აი სინკვესები და მეგობრები შეიძლება ასეც გავაკეთოთ ნახოთ ჯერჯერობით ვარ დახვეწის ამბავში ვარ ამ ამბავში ოღონდ უეჭველი აგვისტოში უეჭველი გვინდა ეგ რომ გავაკეთოთ ეხლა შეცვალა ეხლა სადაც წერთ ეხლა არტერიაში წინა იყო სოულაკიში ხო სოულაკიში პატარა სივრცე იყო ბევრად როგორც კი არტერიაში გადავედით და მაყურებელი გაიზარდა ორჯერ როგორც კი მიეცა საშუალება სადღაც 100 ეს უბრალოდ ვისაც უნდა დასწრება წერთ და მოდის ესწრება თუ აი ნათია აი მივედით ნათიამდე რა სინკვესების 50% მე შემოქმედებითი ნაწილი მე ვარ სხვა დანარჩენი და პლუს ხანდახან შემოქმედებითი ნაწილიც არის ნათია რა ნათია უძღვება მაგ ამბებს სოციალურ ქსელებიდან დაწყებული სპონსორებამდე დამთავრებული ყველანაირი საქმე არის ნათიას ხელში და შიდა ჯგუფები გვაქვს სინკვესების და ნათია კონკრეტულად თითო ადამიანთან გადადის პროფილზე ხო აბა ამოწმებს ვინ არის რა ტიპის ადამიანია და იქედან გამომდინარე მე 100-დან face control-ია რაღაც face control თავიდან ბოლომდე 100-დან 150 კაცამდე ვაგროვებთ ხოლმე აი ძალიან ნარჩევ ხალხს თორე ჩვენ რო ეს მიუშვათ და მოდით და აქა და აქ დღეს იქნება ძალიან ბევრი ადამიანი მოვა მაგრამ ვეღარ გააკონტროლებ უკვე იქ ჩაწერის პროცესია პარალელურად ხდები ანუ უნდა იყოს იცოცხლე ჯანმრთელობა 100 წელი 1000 შემოსიყვარულო გახსენეთ ხო ხო ამიტომ რახან ჩაწერის პროცესია ხო ვცდილობთ რომ ესე ნარჩევი საზოგადოება ხო როგორი აუდიტორია და რეაქციების სწორი კონტესტა ვცდილობთ რომ ბილეთების გაყიდვა დავიწყოთ და ვნახოთ პლუს ჩაწერა და პლუს უკვე გაყიდული ბილეთებით შუაში გვინდა რაღაცა ან ბენდი დავაკავოთ სანამ მე მეორე სტუმარსთან ვემზადები სადღაც 10-15 წუთიანი პაუზაა ხოლმე ორი პაუზა თუ 3 სტუმრიანი ჩაწერა მაქვს და ეს პაუზები გვინდა შევავსოთ ეხლა გვაქვს 3 საათიდან ვიწყებთ შუა დღეს ჩაწერას თუ ბილეთები გავყიდეთ უკვე ჩამოვიტანთ ქვემოთ და აი 8 საათზე დაიწყება და იქნება საბოლოოდ გვინდა რომ ისა ბარ შოუს ფორმატი ხო, კაია და კაი პრეცედენტი. იმიტომ ცალკე ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება ლაივ ჩაწერებმა, იმიტომ რომ ხალხი მეც ძალიან გამისწორდა და თვითონ ხალხსაც ძალიან გაუსწორდა და ცალკე ამბავია. ხო, ეხა აი კაცების ჩაწერები როცა გქონია, საერთოდ სხვა განწყობა არის, როცა ხალხი ესწრება რა და რა თქმა უნდა. თან მაგასაც მნიშვნელობა აქვს აი რო არჩევ რომ ეს იყოს სწორი აუდიტორია იყოს რომ ის რაღაცა რეაქცია რო აქვს ადეკვატური შენც მე პასუხობ რა კი და ეგ როგორც სცენარისტს კიდე მეხმარება იმაში რომ მეორედ როცა სცენარისტს საწერად დავждები გავითვალისწინო რაზე ეცინებოდა წინა ჩაწერაზე ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ხო ანუ როგორც სცენარისტს მაყურებელთან ურთიერთობა ძალიან გზარდება ხო YouTube-ზეც კარგად ჩანს რეაქცია მაგრამ მაინც ეგ სხვა არის ხო რა თქმა უნდა კი ბატონო კაი, რაღაცა გავერკვიე რაღაცები, რაც მაინტერესებდა და მაინც ბევრი რაღაცა ის არის, რაც უნდა ვიცოდო, მე მაგას ვერ გავაკეთებ, ერთ-ერთ სიმღერას ვერ დავწერ, მაგრამ შეიძლება ერთი კვირა მოვუნდე რაღაცის გარით. სხვადასხვა სწავლა შეიძლება მაგამის.
მარტივად შეიძლება ძალიან სწავლა რა. ხო, აი ესე უცებ შეიძლება მოგივიდეს იმათ, მაგრამ არის ფორმულებია, რომელიც თუ დაამოღამე დამთავრდა რა. გააკეთე. ხო. კაი, ბოლოს ესეთი ტრადიციული კითხვა გვაქვს ხოლმე ყველას თუმართან, რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი არის ცხოვრება იყო ბედნიერი. რა გზებით მოახერხება? ამას უკვე შენზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდი ხანი იქნები ბედნიერი, ჩათვალე რომ მით უფრო დიდი ხანი შეგერგო ცხოვრება. ხო, ბედნიერების ძებნა ალბათ რა. კი. აუცილებლად. კი ბატონო, კაი. მადლობა. პირიქით მადლობა. მეტროს აღარ წაგართმევ. თან უკვე ძალიან დაცხან კონდიციონერს ვერ ვთავთ, იმიტომ რომ ხმა გაფუჭდება და უკვე ძალიან დაგვაჭირა სიცხემ და წარმატებები გულშემატკივრობთ. დიდი მადლობა შენ მოწვევისთვის. მადლობა რომ გულშემატკივარი ხარ ცინკვესების და ჩვენი მხრიდან წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და მშვიდობები. შევახსენებ რომ ჩვენი მხარდაჭერები იყვნენ სოკარი და სელფი და შევხვდებით ერთ კვირაში და რავი აბა კიდევ ბევრი 100,000 გამოვწერი. დიდი მადლობა თქვენს ასევე. ძალიან დაცხა ხო